მოგესალმებით ყველას. თითოეულ თქვენგანს მინდა მიულოცოთ დღევანდელი დღე და იმედი ვიქონია რომ წვიმა ხელს ვერ შეგვიშლის ამ ზეიმში. ბაკალავრიატის დასრულება იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა თავისი ცხოვრების ერთ მონაკვეთს ამთავრებს და ახალ ეტაპს იწყებს. არქაულ საზოგადოებებში არსებობდა სპეციალური გადასვლის რიტუალები, რომელსაც ზოგან სვირინგებით და ტატუებით, ზოგან სხეულზე მტკივნეული ნაჭდევების გაკეთებით ხდებოდა იმისი უზრუნველყოფა, რომ ახალგაზრდას აი ეს დღე არასდროს დაავიწყდებოდა. დღეს ჩვენ სვირინგების და ტატუების გარეშე ვიქნებით, მაგრამ აუგროვ მანტიების ჩაცმით, ცაში აგდებით ქუდების და კონცერტით აღვნიშნავთ ამ დღეს, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მეხსიერებაში ეს დღე დარჩება. პირადად ჩემ მეხსიერებაში დარჩა გამოსაშვები ცერემონია ამერიკის ერთ-ერთი კოლეჯის, სადაც ცნობილმა მწერალმა მიულოცა სტუდენტებს სწავლის დასრულება და მახსოვს ჩემთვის ნატრობდი, რომ როდის იქნება საქართველოს უნივერსიტეტში, როცა იარსებებს ასეთი ლამაზი, აზრიანი, ღირსეული ცერემონია თავისი უნივერსიტეტის სტუდენტების განაცდილებად მეთქი და მაშინ ცოტა არარეალისტურად ჟღერდა ეს ნატრა, იმიტომ რომ მე პირადად სტუდენტი გავხდი 20 წლის წინ და როცა სტუდენტი გავხდი, მახსოვს იმავე კვირეებში თბილისის ცენტრალურ უბნებში გამოირთო წყალი, შუქი, გაზი, სტიპენდიის მოცულობა საუკეთესო სტუდენტის იყო 5 ლარი თვეში და იყო წიგნები, რომელიც ჭირდებოდა და რომლებსაც არ იშოვებოდა საქართველოში არც ერთი ეგზემპლარი, არც ერთ ენაზე და არც ერთ ბიბლიოთეკაში. ამ წელიწადში ჩვენ გავვლეთ მართლა ძალიან დიდი გზა და დიდ წინსვლასაც მივაღწიეთ. ამ გზისა და წინსვლის ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი იყო გუშინწინ ხელმოწერილი ხელშეკრულება ასოციაციების ხელშეკრულება ევროკავშირთან და დღევანდელი ჩვენი შეკრების სულისკვეთებაც იმის დასტურია, რომ გარეგნულადაც და შინაგანადაც ილიაუნი უკან მოიწოვა ის განული აცნეულობის მდგომარეობა უნივერსიტეტების და სერიოზული წინსვლისკენ მიდის, შეიძლება ასე ითქვას. ილიაუნი შეიქმნა როგორც ადგილი, სადაც ლიბერალური განათლების მიღება შეიძლება. ადგილი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თავისუფალი არჩევნის შესაძლებლობას. როგორც უნივერსიტეტში, როცა სტუდენტი თავად იღებს მონაწილეობას საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვაში და ისე ცხოვრებაში, სადაც თავისუფლება შესაძლებელი უნდა დახატოს უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ. და აი დადგა დღე, როცა თქვენ ეს ცოდნა უნდა გამოიხენოთ, შეუძლებელია ცხოვრებისათვის ბოლომდე იყო მზად, შეუძლებელია ქონდეს საკმარისი ცოდნა, რომელიც უნივერსიტეტის დიპლომიც კი არ უნდა ქონდეს ჯიბეში, მაგრამ კარგი უნივერსიტეტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ იცოდე, სად მოიძიო ახალი ცოდნა და უნარს ეს ახალი ცოდნა აითვისოს სწრაფად. თქვენ ვერასოდეს გეცოდინებათ პასუხი ყველა იმ გამოწვევაზე, რომელსაც თქვენ წინაშე ცხოვრება დააყენებს, მაგრამ კარგი უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თქვენ უნდა შეგეძლოთ მონახოთ თქვენი საკუთარი პასუხი ამ გამოწვევებზე. და მე ზუსტად ვიცი, რომ ასეთი ცოდნისა და უნარების შეძენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიძლება. რაც მე მინდა გისურვოთ თქვენ და უსურვო ილიაუნის არის ის, რომ თითოეული თქვენგანი ამ დღის შემდეგაც დაკავშირებული დარჩეთ უნივერსიტეტთან, არა მხოლოდ მოგონებებით, რომლებიც მე იმედი მაქვს, რომ ბევრს ასიამოიწ გაგაცდევიოთ მომავალში, არამედ ასევე იმით, რომ ბევრი თქვენგანი ალბათ დაუბრუნდება ილიაუნის სწავლის გაგრძელებად მაგისტრატურაში იქნება ეს თუ დოქტორანტურაში. ზოგიერთმა შეიძლება აქ აკადემიური კარიერაც გაიკეთოს, მაგრამ გარდა ამისა ილიაუნი იზრუნებს იმაზე, რომ მისი კურსდამთავრებულები აქტიურად იყვნენ ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რა ხდება მათ უნივერსიტეტში და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ თქვენც იზრუნებთ თქვენს უნივერსიტეტზე მისი კეთილების დატოვების შემდეგ. მე გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ შესანიშნავ დღეს, გისურვებთ წარმატებებს თქვენს მომავალ საქმიანობაში, იქნება ეს სწავლა თუ მუშაობა საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ, პრაქტიკულ ცხოვრებაში თუ თეორიულ მოღვაწეობაში, მინდა გითხრათ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ამაყობს თქვენით. ახლა მინდა სიტყვა გადავცემ თეკლა კაპანაძეს, რომელიც არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, რომელსაც აი ახლა დაამთავრა თქვენთან ერთად ეს უნივერსიტეტი და რომელიც მოგმართავს სიტყვით, რომელსაც გაიმარჯვა კონკურსში, ასე ვთქვათ, გამოსაშვები საღამოს სიტყვებს შორის. ხო თეკლა.
მოგესალმებით, გილოცავთ ბაკალავრიატის წარმატებით დასრულებას. მიხარია, რომ ჩემი წყობით დაგროვილი ემოციებისა და გამოცდილების გასაჯაროების საშუალება მომეცა, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობას ვუხდი ბატონ რექტორს, ილიანის თითოეულ თანამშრომელს და ჩემს მეგობრებს. 80 წელმა ისეთივე პოზიტიური ფუსფუსში ჩაიარა, როგორი პოზიტიური ილიანის ჰიმნია. მისი მოსმენისას ისე მიცემს გული, როგორც უნივერსიტეტში მოსვლის პირველ დღეს. სწორედ ილიანში დაიწყო ჩემი საინტერესო ცხოვრება. გაგიგიათ უნივერსიტეტი, სადაც არის მომავალ სოციოლოგთა გაერთიანება, ფსიქოლოგთა კლუბი, ახალგაზრდა ეკონომისტთა სტუდენტური კლუბი, მომავალ ანგლისთა ასოციაცია, პოეზიის კლუბი, წიგნის კითხვის კლუბი, სადაც ყოველ კვირას წაკითხულ ნაწარმოებებზე ეწყობა დისკუსიები, ჰაიკინგ კლუბი, რომლის დამფუძნებლებით სეზონურ ლაშქრობებს თავაზობენ სტუდენტებს. ხომ არ იცით კიდევ რომელ უნივერსიტეტშია პროექტი უნიკინო, რომლის ფარგლებში სტუდენტების მიერ ნათარგმნი ფილმების ჩვენება და განხილვა ეწყობა ყოველ პარასკევს. არ დამავიწყდება ის გამოცდილება, რომელიც ილიანის სამეცნიერო პიკნიკმა მომცა. ილიანის როკ ფესტივალი კი წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა იმ სტუდენტების მონაწილეობით, რომლებიც ახლა თქვენს გვერდით დგანან და არ გამოურიცხავ, რომ მომავალ როკსტარებთან გვაქვს საქმე. ილიას უნივერსიტეტი ბევრი ჩვენგანისთვის იქცა არა მხოლოდ ცოდნის კერად, არამედ პლატფორმად პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის. აქ ვისწავლე, რომ კარი თუ არ შეაღე, ის თავისით არ გაიღება და ამის სრული თავისუფლება გაქვს. პირველივე კურსიდან გასაუბრების გავლის შემდეგ გავხდი ლიგამუსის თანამშრომელი და ყველა იმ ლიტერატურული პროექტის მსმენელი, შემდეგ კი მონაწილე, რომლებსაც ილიანის სტუდენტები პროფესორების დახმარებით ახორციელებდნენ. დღეს განსაკუთრებით მიამაყება, რომ კოლეგიალური დამოკიდებულება პროფესორებსა და სტუდენტებს შორის სწორედ ილიანში ვისწავლე. მიამაყება, რომ ჩემი არც ერთი ძალისხმევა, იდეა თუ მონდომება უყურადღებად არ დარჩენილა. არ შემიძლია არ აღვნიშნო და განსაკუთრებით არ მოვიხსენიო თავისუფალი მეცნიერებების, ლიბერალ არტის მიმართულების პროფესორები. მათი დახმარებით მივხვდი, რომ ისწავლო ნიშნავს იპოვნო საკუთარი თავი. მოვლენების სხვადასხვა წილში დანახვა და აღიარება, რომ ახსნა შეიძლება იპოვნო ყველა მხრიდან, მაგრამ ძიების დროს არ უნდა დაკარგო ყველაზე მთავარი, საკუთარი პოზიცია. უნივერსიტეტმა პირველივე კურსზე მომცა ის უნარები, რომლებიც საჭიროა კარიერული წინსვლისთვის, არა მხოლოდ შრომით ბაზარზე არსებულ კომპანიებში, არამედ მისსავე კედლებში. ეს არის ის მთლიანობა, რომელიც გაგრძნობინებს, რომ შენს გარეშე შეიძლება დაიღოს. ილიანი მომცა საშუალება გამეულო სტაჟირებები და მიმეღო სამუშაო გამოცდილება უნივერსიტეტში. ლიგამუსიდან გადავინაცვლე პროფესიასთან მიახლოებულ დეპარტამენტში სტაჟიორად, საიდანაც მოვხდი სხვა დეპარტამენტში უკვე თანამშრომლად. ეს ყველაფერი კი გამოცდილებას დამიგროვდა და ახალი აქტივობების წყაროდ იქცა. დავესწარი სამუშაო შეხვედრებს არა მხოლოდ საქართველოში. და სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებულად მაბრაზებდა და მაკვირვებდა კითხვა, ილიანში მუშაობ, ნაცნობი ყავს, თუმცა ეს ფრაზი მალევე სიამაყეში გადადიოდა, რადგან ილიანი დაამსხვრია საქართველოში გაბატონებული, საზოგადოებაში გაბატონებული სტერეოტიპი, რომ სტუდენტების წლებში ნაცნობის გარეშე ვერ გახდები წარმატებული. დიახ, აქ ვისწავლე, რომ კეთილსინდისიერი შრომა მუდმივი სწრაფვა სიახლისკენ და ჯანსაღი კონკურენცია პიროვნული განვითარების გარანტია. დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩემთან ერთად ქმნიდა ყველაზე საინტერესო, მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ წელს. მიამაყება, რომ ილიანის დიდი გუნდის წევრი ვარ. მიამაყება თითოეული თქვენგან. რამდენადაც ვიცი, თქვენი უმეტესობა ილიანში აპირებს სწავლის გაგრძელებას. იმედი მაქვს, რომ ისევ შევხვდებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბაკალავრიატის ხარისხს. ისურვებთ ცოდნის პრაქტიკით გამყარებას, წარმატებულ სვლებს და ხალისიან მომავალს.
ძალიან დიდი მადლობა თეკლას და არსებობს კარგ უნივერსიტეტებში ტრადიცია საპატიო სტუმრის მოწვევისა, რომელიც კურსდამთავრებულებს მიმართავს და ჩვენ დღეს გვყავს ასეთი სტუმარი, ეს არის ალბათ უმრავლესობა თქვენთვის კარგად ცნობილი ბატონი დათო ნავარდაშვილი, რომელიც არის ბრწყინვალე პიანისტი მოგეხსენებათ, მაგრამ გარდა ამისა, მას აქვს ჩვენს უნივერსიტეტთან კავშირი და ეს კავშირი მდგომარეობს იმაში, რომ ის ძალიან დაგვეხმარა ჩვენ ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკისათვის თანხების მოძიებაში და მობილიზაციაში და მოგეხსენებათ, რომ ეს კლინიკა არის ახალდაარსებული ინსტიტუტი ჩვენი უნივერსიტეტის ფარგლებში, რომელიც მიმართულია იმას, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებს დავეხმაროთ, მათ შორის მივაწოდოთ სერვისი, ასევე კვლევა და სწავლება ვაწარმოოთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ბატონი დათო ნავარდაშვილის წვლილი იყო ძალიან დიდი, გამართა ორგანიზება გაუკეთა კონცერტს და შესაბამისად ჩვენთვის არის მაგალითი იმისა, რომ ახალგაზრდა ძალიან დიდ ტალანტის მქონე ადამიანი როგორ ზრუნავს მის საზოგადოებაზე, რომელშიც ცხოვრობს და ამიტომაც ძალიან მოხარულები ვართ, რომ დღეს ის მოგმართავ თქვენ სიცხეს ბატონ დათო. მოგესალმებით, ჩემთვის დიდი პატივია, რომ მე მომეცა შესაძლებლობა მოგილოცოთ პირადად, გილოცავთ დღევანდელ დღეს და მინდა რომ გისურვოთ წარმატებები და წარმატებები თქვენს მომდევნო ეტაპზე ცხოვრების. თქვენ ნამდვილად უკვე მოგცათ ძალიან დიდი ბაზა ამ არაჩვეულებრივმა უნივერსიტეტმა, რომელთანაც მეც პირადად უკვე მაკავშირებს ურთიერთობა. ერთი არის იყოს უნივერსიტეტი სწავლით გამორჩეული, რომელიც იდეალნი არის საქართველოში და მეორე არის რომ ნომერ პირველი კვლევითი საქმიანობაში საქართველოში არსებული უმაღლესი სასწავლებლებისა და კვლევით ცენტრებს შორისაც იყოს ასევე. კიდევ ერთი რამე გამოარჩევს ილიანის სხვა სასწავლებლებისგან, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა და სწორედ აი ეს ბავშვთა და მოზარდთა განვითარების კლინიკა, რომელთანაც ჩვენ ვიურთიერთეთ და გავაკეთეთ ახალგაზრდების ორგანიზაციის დევიზი საკონდიტო საღამო. ეხლა უკვე მე მასწავლებს რომ გამოიღებს თავის შედეგს. რატომ მოგმართავთ მე და რატომ გავთანხმდი ამ საქმეს არის ის, რომ ზუსტად თქვენს ადგილას ვიდექი ცოტა ხნის წინ, როდესაც დავამთავრე მაგისტრატურა და 2 წლის წინ კი ბაკალავრიატი და ზუსტად ალბათ დაძმებული ვარ, რომ იგივე აზრი მაწუხებდა, რა იქნება ხვალ. დღეს გვიხარია, იმიტომ რომ თქვა აღარ გვაქვს დასაწერი თემა, ან თეზისი დასაწავი, ან არ ვიცი, დავალება უბრალოდ ელემენტარული შესაძლებელი, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ამ გზას არ უნდა შეუშინდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ვარ პიანისტი და შეიძლება არ ვესმის ერთი და იგივე პროფესია ჩვენ, მაინც გვაკავშირებს ძალიან ბევრი რამ. ეს არის ის, რაც არის უბრალოდ მოქალაქეობრივი ბალი, ასე ვთქვათ. ჩემი სკოლის პრეზიდენტის მიერ გამოშვებული წიგნი არის Artist as Citizen, რომელიც მთლიანად ემსახურება სწორედ აი ამ პრობლემის განხილვას, რომ მოქალაქე აუცილებელი არის შეთავსებული იყოს არტისტის პიროვნებაშიც. თქვენ უნდა შეეცადოთ, რომ რაც შეიძლება დიდი ძალისხმევა მოანდომოთ იმას, რომ არ გაჩერდეთ იაროთ წინ. ერთ ცუდ ამბავს გეტყვით, მიზანს ვერ მიაღწევთ, იმიტომ რომ თუ თქვენ ჩათვლით, რომ მიზანს მიაღწევთ, ეს ნიშნავს, რომ იქ დამთავრდა ყველაფერი. ამიტომ აი ამ საინტერესო გზის, საინტერესო გავლას გისურვებთ და მინდა რომ ეს დღე იყოს აი სწორედ იმ ცხოვრების დასაწყისი და არ დაგავიწყდეთ არასდროს ეს დღე და არ დაგავიწყდეთ არასდროს თქვენი უნივერსიტეტი, იმიტომ რომ ისინი დღემდე გედგნენ გვერდში და დაუძლებელი ვარ, რომ მომავალშიც გვერდში დაგედგებიან. გისურვებთ წარმატებებს და გისურვებთ წარმატებებს. ძალიან დიდი მადლობა, დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი თქვენგანი იქნება ინსპირირებული დათო სიტყვითა და მაგალითით და ახლა ჩვენ მივადექით კულმინაციას ამ ცერემონიის და ეს კულმინაცია მოგეხსენებათ რაც არის, ეს არის ქუდების ატრამ და 1, 2 და 3. მილოცავთ კიდევ ერთხელ, ყველაფერი წარმატებას გისურვებს ცხოვრებაში.
I know her sister will.